გემი გავიდა საიდან? სინგაპურიდან. ბრმანაწლავის სატკიებამ მოგახვედრა ამერიკაში. გეგმა არის, რომ გეგმა არ მქონდეს. გაჭირვებისგან თუ გიშიმშილია. გადამფრენი ჩიტივით ვარ აქ ჩამოსული და შესაბამისად არც არაფერს არ მეშინე. მახსენდება ცუდი ისტორიული გვირი ფილიპე მახარაძე. გვიჟდები რა, ანუ როგორი ქვეყანა გვაქვს, საოცარი ქვეყანა გვაქვს და ვიღაც წურბელები, შესეულები სივდებიან. სილახვარ გაუწმია. ფანტასტიკური ჟანრია და ფანტასტიკა კიდე ძალიან მეყვარს. ზედმეტად კეთილ და ნათელ ფერებში ხომ არ უყურებ როგორ ფიქრობ სამყაროს. ესე პირდაპირ ვიტყვი ამ ფრაზას, თუ შეიძლება. ქალებს და მამაკაცებს ერთმანეთის რა უნდა შურდეთ. თუ ძღებშულად გრძნობ საკუთარ თავს. თუ გაქვს სადღე გრძელო, რომელიც მარტო შენია და კაციშვილი არ ამბობს დედამიწის ზურგზე. ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი საიდუმლო. რეალისტი ხარ თუ შენს მიერ გამოგონილ სამყაროში ხშირად ცხოვრობ? ალავერდის ტაძარს ვაჩვენებდი და ფილმსაც ვაჩვენებდი მე ალავერდოს. ალამაზია რა. ცხოვრებაში თავი თუ მოაბეზრე ვინმეს. გული მირჩევნია სიყვარულის გავგმირო. რა ისწავლე მაშინ შვილის გამთავარი. ღმერთი დავინახე. შენი ენერგიის წყარო რა არის, რისგან იმუხტები ცხოვრებაში? სიყვარულში შთანთქმა ეგ ჩემი ის არის ჰობი ალბათ. ესეთი ტვირთი გთხოვ გაქვს ცხოვრებაში, რაც მთელი ცხოვრება მოგიწევს, რომ ზიდო. არ ვიცი, რამდენად კანონიური ან რა საერთოდ კაი ბატო ქართველები უყურებთ ამ ამბავს. კაი, ეგეთი ისტორია არის. აგერ ძმაო ბურთი და მოედანი და ცხოვრებამ რაში დაგჩაგრა ყველაზე მეტად. მიკროსკოპულ დონეზე რა, ანუ შიგნით ვინ ხარ? ადამიანი ადამიანობით ადამიანობს. მოდი გადააკეთე ეს ფრაზა და სიყვარული მუდამ მიარსებებს, ასე რომ და ზომბების ქვეყანაში აღმოჩნდა. რისი მეტად გარისკენ? ჩემი ლოცვა ვისწავლე. ადამიანი ჭირში იცნობა თუ ლხინში? ვულკანს რო გადააფარო რამე, ვულკანი ამოხეთ ქალს და წალეკავს ყველაფერს. ჩაგაჭერე ეგ შე როგორც და გულს ყველას მითხარი. ვიყიდე ავტობუსის ბილეთი და 4 დღე ნახევარი მთელი ამერიკა გადავკვეთე რა. არასდროს უნახავს ეს გადაცემა. ბოდიშკი ხდი და მინდა რომ ისევ ვიმეგობროთ. ცოტა დავიბენეთ. და დავიბენეთ. უეჭველი ქართველი ფილიპე აზნაური.